თელავის ნაშუაღამეოს სტიქიის შედეგად დიდი ზიანი მიადგა. არსებული ცნობებით გადაუღებელი წვიმის შედეგად ქალაქში თელავის სხევი ადიდდა და ქუჩებზე გადმოვიდა. მოვარდნილმა ღვარცობმა, რომელსაც ქვა ღორღი მოჰყვა, მთლიანად დაანგრია ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი. სერიოზულად დაზიანდა ორი ქუჩა, კავკასიონისა და ალაზნის გამზირები. გამოცხადა ევაკუაციაც, ცხოვრბლი არ არის, თუმცა ზარალი დიდია. დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები, განადგურებულია მათი ქონება. გარდა ამისა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები. ათასობით აბონენტს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია შეუწყდა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურები მუშაობენ, დილიდან უკვე დაწყებულია სალიკვიდაციო სამუშაოები. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ზიანი საკმაოდ მასშტაბურია. მისი თქმით, ძირითადად დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის პირველადი გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. მან ასევე განაცხადა, რომ შეიკრიბა საკოორდინაციო საბჭო და ყველა სამინისტრო დაუწყება მობილიზებული, რათა თელავში მალე აღმოიფხვრას სტიქიით გამოწვეული ზიანი. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე თელავში სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, სადაც სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრის განცხადებით, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაახლოებით 100 ერთეული სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. გაწმენდითი და პრევენციული სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ქალაქში, ისე ხევის სათავეების მიმართულებით. უამინდობამ თელავის გარდა მუნიციპალიტეტის კიდევ რამდენიმე სოფელიც დააზარალა. სოფლებში წინანდალი, კისის ხევი და კურდღელაური ხევები ადიდდა. უხმანალეკმა დატბორა სასოფლო სამეურნეო სავარგულები და ვენახები. მოსახლეობა აცხადებს, რომ ჰექტრობით მსხმოიარე ვენახი წყალმა სრულად გაანადგურა და მოსავლის გარეშე დარჩნენ. კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ ლამისყანასთან ახლოს მდინარე ქსანში 18 წლის ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა გამოცემა ქართლის ამბებმა გაავრცელა. გამოცემა დაუსახელებელ ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპული ახალგაზრდა კაცი ამ სოფელში სტუმრად იყო. გამოცემის ცნობითვე ადგილობრივთა ვარაუდით ბიჭის დაღუპვის მიზეზი მდინარის კალაპოტისა და ეკოსისტემის დაზიანება გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს. ვეცადოთ როგორც პეტრე მოციქულს, წმინდა პავლე მოციქულსაც მიუბაძოთ წმინდა ჯვრის სიყვარულში. შევიგრძნოთ ჯვარი უფლისა და ვეცადოთ არც ერთი დღე ჩვენს ცხოვრებაში არ გადიოდეს ქრისტეს ჯვრის გახსენების, მისი მნიშვნელობის გააზრებისა და პირჯვრის გადასახვის გარეშე. ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ პეტრესა და პავლეს დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ხვალ 13 ივლისს უწმინდესი და უნეტარესი 12 მოციქულის ხსენების დღესთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლეს. მერაბ დვალიშვილმა თბილისში გამართულ Real American Freestyle-ის ტურნირზე ჰენრი სეხუდოს 11-8 წლია. ქართველი მებრძოლი ოლიმპიურ ჩემპიონთან შეხვედრისას ანგარიშით 0-8 აგებდა, თუმცა მატჩის მიმდინარეობა შემოატრიალა და საბოლოოდ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. დვალიშვილი და სეხუდო აქამდეც იყვნენ ერთმანეთის მეტოქეები, ისინი UFC-ს ოქტაგონზე დაუპირისპირდნენ და მაშინაც ქართველმა სპორტსმენმა გაიმარჯვა.